მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ენრიკო გოგავა, რომელიც არის მშობელი და აი ამ ენრიკოს ძალიან ბევრი რეგალია აქვს და ძალიან საინტერესო ადამიანია, მაგრამ ამ წუთს მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ როგორც მშობელი და მინდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდა მშობლის წინაშე დგას. და ერთ-ერთი ისეთი ჩემთვის რაღაცნაირად სენსიტიური თემა არის ის, როცა მამები არიან ჩართული მშობლების აღზრდის პროცესში და ეს რაღაცნაირად განსაკუთრებულად მომწონს და ამ ბოლო დროს ხედავ და ვამჩნევ, რომ გაცილებით ბევრი მამა არის ჩართული შვილის აღზრდის პროცესში, ვიდრე ეს მანამდე იყო. მე ვიცი, რომ ბევრს აქვს უკმარისობის განცდა მამებს და ესეც ძალიან კარგია, რომ უფრო მეტ უნდათ რომ უფრო მეტ დროს უთმობდნენ თავიანთ შვილებს, მაგრამ ხშირად ვფიქრობ მშობლების, ახალგაზრდა მშობლების პოზიციიდან ძალიან გამიჭირდებოდა მე რომ მათ ადგილზე ვიყო იმისი განსაზღვრა თუ რომელ ღირებულებათა სისტემაზე უნდა გამეზარდა შვილი, როგორ უნდა გამეზარდა, რა ფასეულობები უნდა ჩამენერგა მისთვის. ეს ჩემი შვილი ახლა დიდია, მაგრამ მაშინაც ისეთი აქტუალური პრობლემა იყო და დღეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით. მე როგორც მასწავლებელსაც ეგ მაწუხებს, რომ რა ფასეულობებზე უნდა გავზარდოთ ბავშვები და ახლა მინდა რომ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრო ენრიკოსთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მე თქვენი ინტერვიუ ვნახე ბათუმელებში და ისე მომეწონა აი ეს დრაივი, ეს თქვენი შინაგანი დამოკიდებულება საკითხისადმი, რომ უბრალოდ თან ძალიან გამიხარდა რომ ბათუმელი იყავით და ვისარგებლე შემთხვევით და მოგიწვიეთ დღეს. მოგესალმებით, უღმესი მადლობა მოწვევისათვის. გთხოვთ დამისვათ შეკითხვები, რომლებიც გნებავთ, რომ ჩემი პასუხი მიიღოთ როგორც მშობელის. ეს არის ყველაზე დიდი და ისეთი დავიწყოთ ზემოდან ქვემოთ, ხო, აი ღირებულებათა, ფასეულობათა სისტემა. როდესაც ადამიანი რაღაცა მოვლენას ანალიზს უკეთებს და უნდა რომ შეაფასოს მოვლენა, რაღაცა კარგია, ცუდია, ხო? ამ კარგიას და ცუდიას ამბობს იქიდან გამომდინარე თუ რას ეფუძნება მისი ფასეულობები, ხო? აი ეს მიჭირს ყველაზე მეტად. აი რა უნდა ასწავლო შვილს? გმირების თემა გაუფასურებულია, ინტელექტის და განათლების თემა გაუფასურებულია. ანუ რაღაც ხო უნდა იყოს ისეთი ხელჩასაჭიდი. აი ამიტომაც მოგიწვია დღეს, რომ აი ეს ზუსტად გრძნობ და ვიცი, რომ ამ პრობლემას თქვენც იგრძნობდით და შეეხებოდით. აი შვილი ბიჭი ვაჟი გყავთ, ხო? ვაჟიშვილის მამა ხართ, ხო? და არ არის მცირე პატარა ამბავი, ერთი რომ გაიზარდოს ისეთი რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა გამოადგეს ადამიანი, საკუთარი თავისთვის თუ არ გაიც ვერც ქვეყანას გამოადგება, ვერც ოჯახს და ვერც ვერავის, ხო? აი ეს შვალედი როგორ უნდა დაიცვა, რა უნდა უთხრა, ხშირად მე მამების ტექსტები ვიცი, რომ იცი რა შენ პირველ მარდა ჩაგრო, მაგრამ ვინმე თუ დაჩაგრავს, მიდი შენც ჩათხლიშე და ეს ბავშვები უთხლაშუნებენ მე რეაქციას. ანუ საკმაოდ რთული მშობლობა დღეს არის რაღაცა დანის პირზე სიარული, ხო? აი ზუსტად ზომიერება თუ არ დაიცავი, იჩეხები უფსკროლში. და ეს მე მგონი ყველას აქვს გააზრებული დღეს ვისაც ყავს შვილები, იმიტომ რომ ჩემთან მშობლები მოდიან, აი ეს წუხილები აქვთ თვალებში. პირველ რიგში უფალს ვადრობა, რომ მომცა საშუალება რომ მამა გავხდარიყავ. ისეთი არაჩვეულებრივი ვაჟკაცის, როგორიც ჩემი შვილია. რაც შეეხება იმ პრობლემას, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მშობლობა რთული რამაა, არა მარტო დღეს, მე მგონი წლების და საუკუნეების განმავლობაში, რა, მით უმეტეს საქართველოში. ჩვენთან ხო იცით, საქართველოში მამის და შვილის ურთიერთობაზე შეიძლება ნოველების დაწერა, რა. ეს ყოველთვის იყო ჩვენთან ისტორიულად მამის და შვილის ჭიდილი და მე მგონი ყოველთვის დარჩება და ყოველთვის იქნება, რა. ამოუწურავი თემაა და ამითაც ვართ ქართველები რაღაც მომენტში განთქმულები. რაც შეეხება მიმართულებას, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო, მართლაც რთულია, რა. მიაქციო ყურადღება იმას თუ რა ტენდენციაა დღეს მსოფლიოში და იმის და მიხედვით აღზარდო შვილი, რომ ასე თქვათ მომავალი არ გაუფუჭო, თუ
რაღაც ტრადიციულ ღირებულებებზე აღზარდო და შენი პირადი მოთხოვნებიდან გამომდინარე და შენი პირადიდან რასაც შენ თვლი რომ საჭიროა ისი აღზარდო აი ამაში იხლიჩები რა გინდა არ გინდა თუ ჩვენი სოციუმი და დაკვეთასაც ჩვენ სოციუმში რომ ადამიანმა თავის გატანა შეძლო ასე თუ გაზარდე ხო ეს ეგ კიდე ცალკე თემაა რომ ჩვენ სოციუმში რა ხდება და როგორ ხდება ეგ სხვა ამბავია მე მაინც უპირატესობას ვანიჭებ მის პირად თავისუფლებას რა და მე მინდა რომ მან გადაწყვიტოს თუ რა სურს მას თუ ის ბავშვობიდან და იმ პატარა ასაკიდან არ მიეჩვევა დამოუკიდებლობას და თვითონ გადაწყვეტას რა დაჭირდება მას და რა ენდომება მის მომავალ ცხოვრებაში ხო ის ყოველთვის იქნება ჩამოკიდებული ჩამოკიდებული ეს იმას კი არ გულისხმობ რა მე ჩემი შვილი ჩემზე იქნება ჩამოკიდებული და აუ რაღაცა მე ვალდებ არა მე მინდა რომ ეს იყოს შინაგანად დამოუკიდებელი და შინაგანად თავისუფალი პიროვნება პირველ რიგში რა რაც სამწუხაროდ აი როგორ ვწერდით შინაგანად დამოუკიდებელ პიროვნებას იმ განათლების სისტემის პირობებში რომელშიც თქვენი შვილი ტრიალებს ნახეთ როგორი რაღაცა ეგ საერთოდ სხვა მიმართულება იმიტომ რომ სკოლა არ არის აღმზრდელობითი დაწესებულება ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვი უნდა აღიზარდოს ოჯახში და წრეში, იმ წრეში რომელშიც ის ტრიალებს რა. ის სკოლაში რომ მიდის ბავშვი, იმ სკოლაში იმან უნდა მიიღოს განათლება რა. და იქ პედაგოგს მე ვერ მოვთხოვ რომ აუ შვილი აღმიზარდე, არა, ეგ რა სისულელია. შვილი ოჯახში უნდა აღზარდოს დედამ, მამამ, დებიამ, ბაბუამ და ასე შემდეგ და ასე. თუმცა როგორ პედაგოგს ანდობთ თქვენ, ესეც თქვენი აღზრდის ნაწილია, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ის პრობლემები რაც ჩვენ სკოლებში არის, ეგ კიდე უკვე ცალკე და ძალიან დიდი თემაა. ამაზე თქვენ წეგან აღნიშნეთ მაგ ნასაუბრები ჩემს ინტერვიუში და საკმაოდ გაბრაზებული ვარ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ზოგადად ჩვენ სკოლებში და ზოგადად განათლების სისტემაში რა და კიდე ხა ეს დაემატა რაღაც გაუგებარი რეფორმა რომელიც თვითონ მთავრობამ შემოიღო მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმეორდები რა აი მიზეზი თუ შეიძლება გამოვიდეს მთავრობიდან ერთი პიროვნება განათლების სისტემიდან განათლების მინისტრი რომელიც პირდაპირ ვალდებულია რომ გამოვიდეს და თქვას რა მიზეზით რის გამო მოხდა მე-12 კლასის გაუქმება რაიმე პრობლემები გვაქვს ბიუჯეტში და საჭიროა ეკონომია გაკეთდეს და თქვათ მე-12 კლასის მოხსნით რაიმე ეკონომია გაკეთდება რომ სხვა რაღაცა შევავსოთ ძალიან ცუდი პირიქით ეკონომია კი არ უნდა გავაკეთოთ განათლების სისტემაზე მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები მაქსიმალურად უნდა მოხდეს დიდი თანხების აკუმულირება ამ სფეროში რომ ეს ჩადებული თანხები მართალია ხვალდაზეგა არა მაგრამ მომდევნო 10 15 20 წელიწადში 50 წელიწადში მოგცემს შედეგს მაგალითი გერმანია წაგებული ომის შემდეგ პირველი რაც გააკეთენ გერმანელებმა ის თანხა რომელიც მათ დასავლეთიდან მიიღენ ამერიკელებიდან, ფრანგებიდან, ბრიტანელებიდან იმ თანხის უდიდესი ნაწილი ჩადეს განათლებაში და თქვეს. ამას ჩვენ ამოვიღებთ 50 წლის შემდეგ და ამოიღეს კიდევაც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანია მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იყო. ეს ზეციდან არ მოფრინავს, ეს მოდის განათლებიდან რა. თუ სახელმწიფოს საბაზისო განათლების სისტემა არ გააჩნია ნორმალური და მოწესრიგებული, იმ სახელმწიფოს არ ექნება არანაირი მომავალი რა. მინდა კიდე ხაზი გაუსვა და გამოვიყენო ეს შანსი კომენტარები წავიკითხე უამრავი იმასთან დაკავშირებით რომ იმ ინტერვიუში აღნიშნავ იმას რომ 70 წელი რაც ჩვენ საბჭოთა პერიოდში ვიცხოვრეთ დავკარგეთ მეთქი რა და იმათთვის მინდა ახსნა თუ რას ნიშნავს ესა რა ჯერ აღნიშნავ იმას რომ სოფლიოს ისტორიაში ყველაზე პატარა ხანმოკლე იმპერია იყო საბჭოთა იმპერია საბჭოთა იმპერია არანაირად არ იყო ხალხზე ორიენტირებული ეს ყველამ ვიცით, ნანახი გვაქვს, ზოგი დაბადებულებიც ვართ იმ პერიოდში, მისი დანგრევაც ვნახეთ და გადმოვედით. ხალხო, ვინც ფიქრობთ, რომ საბჭოთა იმპერია განათლების სფეროში ძლიერი და მაგარი სახელმწიფო იყო, ძალიან გეშლებათ, იმიტომ რომ ძლიერი და მყარ განათლებაზე მდგომი სისტემები, ესე ადვილად არ ინგრევიან რა, რო იცოდეთ. შესაბამისად, ის სისტემა, რაც საბჭოთა კავშირში იყო განათლების მიმართულებით, მე არ გადაუსვამ ხაზს მთლიანად იმ განათლების სისტემას, რადგან იქ იყო ისეთი დარგები და ისეთი სფეროები, მაგალითად, აღიაროთ უნდა რომ სამხედრო სფეროში საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერი იყო და ჰქონდათ მართლა
კაი მეორე მსოფლიო ომის მერე ისიც მოპარული ყველა. მოპარული იყო თუ რაც იყო, მათ შეძლეს და აითვისეს ეს და სამწუხაროდ უარყოფით მხარეზე მაქვს საუბარი, მაგრამ შეძლეს. სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, რა იყო კარგი? მარქსიზმი, ლენინიზმი, რა სწავლობდით? ან რა გამოვიყენეთ? მათი ნაწარმი თუ იყო რამე ხარისხიანი. რომელიმე თუ იყო ხარისხიანი, ან ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი. პრობლემა მაგაში კი არ არის თუ იყო თუ არ იყო. პრობლემა არის იმაში, რომ აი რო დაინგრა საბჭოთა კავშირი, თუ მართლა კარგი იყო, თუ მართლა კარგს სწავლობდით და კარგს ზებულობდით, რა გადმოვიღეთ ჩვენ, რა შეგვჭა, რაში გამოვიყენეთ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სამწუხაროდ ყველაფერი ცუდი რაც კი იყო საბჭოთა კავშირში და რაც არ ყოფილა, ის აღმოცენდა დამოუკიდებელ საქართველოში. სამწუხაროდ ბანდიტიზმი, ყაჩაღობა, ქურდობა, კრიმინალი, რა ვიცი, გაუბედურება ქვეყნის მაქსიმალურად როგორც კი შეიძლება. რა განათლების სისტემაზეა საერთოდ საუბარი, ხალხი საკვებს ნაგვისურნებში ეძებდა და კი გემახსოვრებათ რა მდგომარეობა იყო და რა მდგომარეობამდე მივიდა სახელმწიფო და ეს მარტო საქართველოს არ შეეხო. ეს თვით რუსეთსაც შეეხო. და მე კიდევ ერთხელ განმეორდები, საბჭოთა კავშირი რო ყოფილიყო კარგი ქვეყანა, ან რაიმე კარგი ასპექტები ქონოდა, ის აუცილებლად დარჩებოდა საზოგადოებაში. სამწუხაროდ იმიტომ ამბობ, რომ ის 70 წელი დავკარგეთ. არა, ეს იყო ქართული პარაზიტიზმის ეპოქა. რომ ფაქტობრივად აი სოვიეტოლოგები როცა ანალიტიკას აკეთებდნენ, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ ქართულ ფენომენს საბჭოთა პერიოდისთვის, რომ ეს არ იყო ჯანსაღ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოება. ჩვეულებრივად პარაზიტიზმის ეს მოვირგეთ კარგად, ვიყავით აბსოლუტურად არანაირი წარმოება არ ქონდა. მე ეს სპეციალურად საბჭოთა კავშირს ჰქონდა სისტემა გაკეთებული, რომ დანგრეული იყო. აი მაგალითად ქუთაისში რო იყო მანქანათმშენებელი ქარხანა, ხო, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილებიდან მოდიოდა ნაწილები და იქ უნდა აწყობილი იყო, ისე როგორც ბათუმში იყო გემჩენებელი და მანქანათმშენებელი. ხო, რატო ვერ იმუშავა მერე ვერაფერმა? იმიტომ ვერ იმუშავა, რომ ეს ერთიანი თლიანი სისტემის ნაწილი იყო და ეს ამაზეც იყო გათვლილი, რომ დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ეგ ერთი მომენტი, მაგრამ მეორე მომენტი კიდე რა იყო, იცით, საბჭოთა კავშირში, იმას, რასაც ის უშვებდა, უკვე დროს ვეღარ ეწეოდა ფიზიკურად რა. აი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა რო ავიღოთ, ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, ტელევიზორებს თუ თავში ვურწყავდით გახსოვთ? ტუალეტის გახალდი რულონების სახით 70-იანების ბოლოს შემოვიდა საბჭოთა კავშირში. საყოფაცხოვრებო დონეზე ყველამ კარგად ვიცით თუ როგორი დიდი განსხვავება იყო დასავლეთსა და საბჭოთა კავშირის შორის რა. და ეს საბჭოთა კავშირი მარტო ის არ იყო, რომ თქვათ რაღაცა სისტემა დაიშალა და თუნდაც იგივე ეკონომიკა დაიშალა. საბჭოთა კავშირი დროში დასრულდა, მაგრამ დარჩა ცნობიერებაში და განათლების სისტემაში და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. პირველ რიგში მგონია, რომ საბჭოთა კავშირი საკუთარ თავებში უნდა დავანგრიოთ. ზუსტად ეგ მინდოდა წერან მე თქვა, აი 37 მანეთიანებთან დაკავშირებით რა. და აი ცოვან ადამიანებთან როცა მაქვს ხოლმე საუბარი მაგ თემაზე და როცა პოლემიკაში შევდივართ ერთმანეთთან, ყოველთვის მახსენდება ეგ ამბავი და ბევრი ამბობს მაგასაც რა 37 მანეთად მოსკოვში დავფრინავდით და ვაჩერებ ხოლმე და ვეკითხები, ხელფასი რამდენი გქონდათ? 150 მანეთიო რა, მე 37 მანეთად როგორ დაფრინავდით? 37 მანეთი იქეთ, 37 მანეთი აქეთ. გავთვლით 70 მანეთს. ჩახვედი მოსკოვში იქ რა ხელებ გაშლი ხდებოდნენ? გრუზინი პრიეხალი, არა ხო? იქ რაღაც სასტუმროში უნდა მისულიყავი, რაღაც საჭმელი გინდოდა, საკვე გადაადგილება რა. 10 მანეთი ხო წაგივიდა. აგერ შენი 80 მანეთი, 90 მანეთი. ქართველების ხელგაშლობის ამბავიც რო ვიცით, 100 მანეთი ისე დაიხარჯა, ვითომც არაფერი, ხო? 50 მანეთად თვიდან თვემდე როგორ გაგქონდა თავ. ესე იგი იპარავდით, ხო? ზუსტად იმან მიგიყვანათ და მიგვიყვანა იმ დონემდე, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის ხო კორუფციამ გამოჭამა შიგნიდან, რა. ეს კორუფცია, ამ კორუფციას პლუს, ხო, ის კორუფცია რამ შექმნა? განათლების სისტემა. განათლების სისტემის არ ქონა. მივედით ბოლო-ბოლო იქამდე, რომ განათლების სისტემის არ ქონამ, ჩამოშალა ქვეყანა. ჩამოშალა სახელმწიფო. მე მახსოვს სტუდენტი რო ვიყავით, იაპონელები იყვნენ ჩამოსული 80-იანი წლების ბოლოს და რაღაცა ტიპის კომუნიკაცია ქონდა ეგ თანჯიმნების ემის დახმარებით, მაგრამ ეს რა ვერ გავაგებინეთ, იცით, ორი რაღაცა ვერ გაიგეს. რატო ღირდა ძველი მანქანა ახალზე უფრო ძვირი? იმიტომ რომ მანქანები რო არ იყო დეფიციტში იყო ეს და ხალხი წლობით იდგა რიგში. ნუ კაი, მაგას თავი დავანებოდა, იმას ვერ იგებდნენ, რატო იხდიდნენ ქართველები უსწავლელობაში ფულს.
ანუ საგნისის რო იყო, ჩაბარებები რო იყო რაღაცა ეს განათლებაში რა კორუფციაც იყო. ხო, აი ეს მათთვის იყო გაუგებარი, აი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა და რა შეიყო საქმე. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ამ ჩვენს პრობლემებს. ზოგადად ეს მემკვიდრეობა, ეს საბჭოთა მემკვიდრეობა მარტივად ჩაიჭრებოდა ლუსტრაციის კანონის საშუალებით, აი იყო ჩეხებს ჰქონდათ ეგეთი პრაქტიკა, რომ საჯარო სამსახურში და სკოლებში და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემებში აუკრძალეს საქმიანობა იმ ადამიანებს, ვინც თანამშრომლობდა რუსულ სპეცსამსახურებთან. და იქ დაიდო ამ ადამიანების სია და ეს ხალხი გამოუშვეს ასეთი ტიპის, ну იმათ რა თქმა უნდა არ უშლიდნენ ბიზნესში მონაწილეობას და სხვა ტიპის სამსახურებში მონაწილეობას, მაგრამ ანუ რა გააკეთეს, ნახე, საჯარო სამსახური და განათლება, ანუ ჩამოაშორეს მომავალთაობას და ჩაჭრეს ეს საშინელი წარსული. არასდროს არ დაავიწყდებათ პრაღელებს 1968 წელი, არასდროს არ დაავიწყდებათ უნგრელებს 1956 წელი. უნგრეთში რომ მოხდებით ბუდაპეშტში, აი იქ იმის პარლამენტის წინ არის მონუმენტი აქვს გაკეთებული საბჭოთა რუსული ტყვიების, ხო, როგორ დაუშინეს ეს რუსული ტყვიები. და ამ ხალხმა მოახერხა უნგრეთს ეხლა თან სულ მიკვირს ხოლმე ეს, როდესაც ორბანის პოლიტიკას უყურებს, ძალიან მიკვირს უნგრელები ჩვენიც არ იყოს როგორ იტანენ ასეთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხალხის დონეზე სადაც ჰქონდა კომუნიკაცია, ჰქონდათ აი ამ ყველაფერი პრორუსულისადმი აქვს ძალიან ისეთი საშინელი პროტესტი. და აი ეს იყო პირველ რიგში გასაკეთებელი. ჩვენ რა გავაკეთეთ? ისევ ეს საბჭოთა მასწავლებლები, ეს საბჭოთა სისტემა ერთადერთი ახლა თითქოს შეიცვალა ის, რომ ახლა თმებით არ ითრევენ ბავშვებს და ფიზიკურად არ ეხებიან, ესეც რა ვიცი, თუმცა მაგის შემთხვევებიც არის არც თქვა უმაგისობაა, მაგრამ დანარჩენი თვითონ აი ეს 30 კლასიანი საკლასო, ისა 30 ბავშვიანი კლასები, ეს ერთი მასწავლებელი 30 ბავშვთან, ამ ბავშვებს არანაირი მასწავლებლას არანაირი რესურსი არ აქვს საკლასო ოთახში. ეს ქმნის რაღაცა უსაშენლეს ემოციურ განწყობას, იმიტომ რომ მასწავლებელი იძულებულია რომ რა ვიცი რომ კლასში რომ ის დაამყაროს, წესრიგი რომ დაამყაროს, იწყებს ყვირილს. ამის წინ ჩემს საკვირაო სკოლაში გავაკეთე ესეთი რაღაცა უკავშირი რა ბავშვებთან, რატო დადიხარ საკვირაო სკოლაში და მაინტერესებდა, ანუ რატო დავდივარ საკვირაო სკოლაში და სამი მიზეზი უნდა დაეწერათ რა, რატო დავდიოდნენ და ბავშვების უმრავლესობამ დაწერა, რომ მასწავლებლები არიან ისეთები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და ერთმა დაწერა, ნერვოზა მასწავლებლები არ არიან და ყველა ამაზე აკეთებდა აქცენტს, რომ და მაშინ მივხვდი ესენი რა მდგომარეობაში არიან, რომ თურმე ამ ისტორიულ ისმენენ. რაღაცა იცით ის ნერვოზა მასწავლებელსაც უნდა გაუგოთ იმ სისტემის მსხვერპლია, რომელშიც მაგრამ ხმა უნდა ამოიღოს, ხო და იცოდე, აი ეგ არის. ერთადერთი იცი რა მასწავლებლებს ნამდვილად ვერ გავამწყობ, იმაში რომ 30 ბავშვთან რო დარჩები და ვერაფერს რო ვერ აკეთებ, რაღაცა გიღალატებს ნერვები, გასაგებია, მაგრამ მაშინ უნდა თქვა რა ხმამ ახლა. აი ამაში ვერ ვამართლებ რა. უნდა თქვა რომ ვუპავთ ბავშვებს, რაღაც არის გასაკეთებელი. ის ჩაიხსნება, ამიტომ საჭიროა რომ ეს ბევრმა თქვას, ხო. და არა ერთმა რომ მარტო ერთზე არ გადაწყდეს და იმ ერთმა იცის რომ მასზე გადაწყდება ის ჯოხი და ყველა გმირებიც არ არის. რა თქმა უნდა. ძალიან კარგ თემას შეეხეთ და მოდით მე როგორც არაპროფესიონალი და არა ექსპერტი ამ დარგის მე ვიცი რომ თქვენ შვილი მოგიტანთ ამ ამბებს სახში. კი, რა თქმა უნდა. მოდით გეტყვით მე ჩემს ვერსიას. და რა არის იცით, რაღაცა კონკრეტულ სკოლაზე არ არის ლაპარაკი, ჩემთან დადის აბსოლუტურად ყველა სკოლიდან ბავშვები. ჩემს წინაშე დევს სურათი ზოგადად რაც ხდება სკოლებში, კარგიც და ცუდიც, ყველაფერი რაღაცა ესე გამჭვირვალეთი ლექება. კი. მშობლები ხარ, არავინ არ არის სულელი და ვერ ხვდებოდეს თუ რა ხდება მათი ბავშვების თავს და მათი ბავშვების ირგვლივ ყველაფერი იცის სამწუხაროდ, თუმცა უმეტესობა რაღაცაზე თვალის დახვეჭვა ხდება. რაც შეეხება სკოლის მიმართულებას და აი რანაირ სკოლას ვინატრებდი მე და რანაირ განათლების სისტემას ვინატრებდი ჩემი შვილისთვის როგორც მშობელი და ჩემი ქვეყნის მომავლისთვის, კაცო, ამ სკოლებში ჩვენი ქვეყნის მომავალი სწავლობს. ხვალ ზეგ ისინი ჩვენ ხელისუფლებაში მოვლენ და ქვეყნის მმართველები იქნებიან და რა ვიცი, ჩვენ შვილიშვილებზე და ჩვენ მათ შვილებზეა საუბარი. ძალიან კარგი სტილი და
ფორმა აქვთ განათლების სისტემის სკანდინავიის ქვეყნებს. ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დანია. ნახეთ როგორი რაღაცა თუ შემდეგ ამ გადაცემის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ რა ეს სისტემა. თქვათ მე-6, მე-7 კლასელი ბავშვი სწავლობს 8-10 საგანს წლის განმავლობაში, ხო? ეს საგნები აქვთ გადანაწილებული როგორ იცით? კი არ არის როგორც ჩვენთან სტანდარტულად ქართული მათემატიკა, ინგლისური ინტეგრირებული. დღის განმავლობაში, რომელიც სწავლა იწყება თქვათ 7-ზიან 8-ზე, ისინი სწავლობენ მხოლოდ მათემატიკას. მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღეს გადადიან თქვათ ისტორიაზე. მესამე დღე ეთნობა ქართულ ენას და წარმოგიდგენიათ მათი მიღწევადობის კოეფიციენტი მთელს ევროპაში პირველ ადგილზეა. ეს ფინეთს ეხება და შვედეთს ეხება. იმდენად კარგად ითვისებენ შესაბამის საგნებს და ზიზღიც უქრებათ მაგალითად ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა ფიზიკა და ქიმია, ხო? ხო ვიცით, ხო, ყველა 80% მოსწავლეებისა ეს საგნები ეზარებათ და ეს არა და ყველაზე საინტერესოა საბუნების ყველაზე საინტერესო სკოლას რო ვამთავრებთ და მე ხვდებით სამწუხაროდ, ხო? შეხედეთ როგორი რაღაცა სკოლაში სამწუხაროდ ბავშვი იმ ქიმია, ფიზიკაში ვერ ღებულობს იმ დონეზე და ვერ ითვისებს იმ საგანს, რადგანაც მას არ ეთმობა ისეთი დიდი რაოდენობით დრო, რამდენიც ჭირდება რეალურად ამ საგნებს. წარმოიდგინეთ ახლა, თქვათ ქიმია, ფიზიკას ან ფიზიკას მაგალითად მთელი დღე რო დაეთმოს, რამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია მასწავლებელს კონკრეტულ გაკვეთილთან დაკავშირებით და როგორ აუხსნის ის ამ გაკვეთილს ბავშვებს, თუ გინდით 30 მოსწავლე იჯდეს, რა დონეზე შეუძლია როგორც ცდების სახით ეს აჩვენოს ბავშვებს და ჩაუნერგოს თავში. ის ბავშვი რო იმას ახსნილ მდგომარეობაში და ტვინს ჩადებულ მდგომარეობაში ნახავს, მთელი კვირაც რო გავიდეს, ის იმას არ დაავიწყდება. მაგრამ ის გარბენით რო ოღონდ ეს გაკვეთილი გადავატარო, ხო, ესე არ გამოვა რა. ვერაფერს ვერ ვსწავლობთ. დრო იკარგება. სამწუხაროდ სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს საიტზე რო გადახვიდეთ და რო ნახოთ, წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა აქვს 65%. ეს ძალიან დიდი ციფრია. და ძალიან დიდი ციფრი კი არა, საგანგაშო ციფრია რა. პიზას კვლევებშიც ბოლო ათეულში ვართ. ძალიან საგანგაშო. ბოლო ათეულში ვიყავით წინა კვლევაში, ახლა ბოლო ხუთეულში ვიყავით ბოლოს საკითხulis გააზრებას. თუ რაღაც არ შეიცვალა განათლების სისტემაში და კონკრეტულად სკოლებში, იმიტომ რომ სკოლა არის ის, რაც ჩვენს მომავალს აყენებს ფეხზე, ზრდის და აყალიბებს სრულწლოვან ადამიანად და შემდეგ იზღებულობს უკვე უმაღლეს განათლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი სკოლა არის ის ფეხბურთიც რო ავიღოთ რა. თუ ბავშვი საფეხბურთო სკოლაში არ ვერ ისწავლის, თქვა, ბურთის გაჩერებას, ის რაღაც გუნჩი რომ მოხდება, იქ ვერ ისწავლის, იქ გუნჩი როგორ მოხდება? ხო, ნუ რაღაც გუნჩი რომ მოხდება. მაგალითად, იქ იმან უკვე ტაქტიკებზე უნდა იმუშაოს და თუ იმან სკოლაში არ ისწავლა ფეხბურთი, ეს 20 წლის ასაკში ვეღარ ისწავლის ფეხბურთს რა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ბავშვმა აი არ ისწავლა სკოლაში, ის უნივერსიტეტში რო წავა, იქნება ისეთივე დაბალი დონის პიროვნება, როგორც სკოლაში იყო რა. უამრავი საშუალება არსებობს იმისა, რომ ბავშვებს შევაყვაროთ სკოლა. ჩვენთან სამწუხაროდ ძალით დადის უმეტესობა სკოლაში რა. თუ გინდ შემოვიღოთ დაფინანსების მეთოდები. აი მაგალითად სტიპენდიები მივცეთ კარგ მოსწავლეებს. ესეთი რაღაცა შეიძლება. სტიპენდიები არ გვაქვს, თქვათ, ან არ არის მაგის საშუალება დაუფინანსოთ და მას უმაღლესი სასწავლებელი და მას ეწოდინება თუ ის სკოლაში კარგად ისწავლის, უნივერსიტეტი უფასო იქნება, სადაც მას ემატება. ვიმე არ თქვა მაგე, წავა იქ კორუფცია მოიცა. ნუ რაღაც მეორე მხარეებს ხედა. იცით რა არის ენრიკო? ხშირად აი ზუსტად მაგაზე მინდა ძირითადად აქცენტის გაკეთება თვითონ საგანმანათლებლო პროცესშიც, რომ ბავშვისთვის გარე მოტივაციის მიცემა კი არა, ჯილდოები კი არა და გარედან ის კი არა, თვითონ შინაგანად უნდა აინტერესებდეს რა. აი უნდა აინტერესებდეს, ერთხელ მოვიდა ისა ჩემი მოსწავლე და მეკითხება, რომ აი რატო არის ვენერა აღმოჩნდა, რომ ესე იგი უფრო დღე უფრო მეტი არის ვიდრე წელიწადი. ანუ იმდენად ნელაბრუნავს თავისი ხერხის გარშემო, რომ მზის გარშემო ხო, დღე უფრო დიდია და წელიწადი უფრო ნაკლები. და რამდენი ხნის მერე რაღაცა მოვიდა ბავშვი და აი როგორ მოხდა, აი თან სისტემა გვიკიდია, და აი როგორ არისო რა ესო მოდიო ნახოთო რა, როგორ შეიძლება რომ დღეზე უფრო ნაკლები იყოს წელიწადი. ანუ ამ პარადოქსმა დააფიქრა და აღმოჩნდა, რომ რაღაცა ძალიან დიდი დრო გავიდა და მე
მერე მოვიდა და რაღაც ისე მორიდებულად მკითხა რომ ეთქობა შეკითხვაც თავის თავს აჯობა როცა ეს კითხვა დასვა და აი ეს მგონია რომ უფრო ღირებული არის ვიდრე ის რომ რაღაცა გარე მოტივაციები და თან რა არის იცით ბავშვს ყოველთვის აინტერესებს როდესაც რაღაცას აკეთებს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესი აი თუ პროცესი არის საერთოდ არ აინტერესებს იმას შენი სტიპენდია აინტერესებს და შეიძლება მშობელს და ბავშვს რაც არ უნდა სტიპენდიას დაპირდე თუ იმას ის მომენტი არ აინტერესებს და ის სწავლის პროცესი მისთვის სიამოვნების მიმნიჭებელი არ არის ის არაფერს არ გააკეთებს მაგ მიმართულებით ალბათ ონლაინ რაღაც მომენტში ვერ გეთანხმებით იმიტომ რომ ისეთი თაობაა წამოსული რომ აი მე-9 მე-10 მე-11 კლასში ხო უკვე სხვანაირად აზროვნებენ და ფინანსებს უკვე უყურებენ ხო ფინანსური დაინტერესება და ესეც შეიძლება მაგალითი მოყავს ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოტივატორი ამისი შეხედეთ მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ და მართლა კარგ რაღაცას ამბობთ თუმცა რაღაც უნდა იყოს მათთვის ბიზგის მიმცემი რომ ინტერესი გაუჩნდეთ ამით მიმართ რა მარტო ის რომ თვითონ იყვნენ მოტივირებული ეს სამწუხაროდ ჩვენ დღევანდელ სისტემაში ცოტა რა ეს ძალიან დაბალი პროცენტია იმიტომ რომ ცუდ იმას ვახვედრებთ ცუდ არეალს და სფეროს ვახვედრებთ ბავშვებს რომ შენ რაც გაინტერესებს აი რო აინტერესებს ბავშვს და პროფესიას რო ირჩევს ხო მშობლები ყოველთვის ეუბნებიან რომ შენ კი გაინტერესებს მაგრამ ეს გამოგადგება. აი როცა ამაზე დგება საქმე, ხო, გაინტერესებს თუ გამოგადგება. კიდე რა პრობლემაა ჩვენ სკოლებში. მოდი კონკრეტულად ბათუმი ავიღოთ ჩვენი ქალაქი. სამწუხაროდ უმეტეს სკოლაში ინფრასტრუქტურულად გაუმართავია სპორტის გაკვეთილები. და ბავშვებს ფიზიკურად დრო არ აქვს იმისათვის, რომ გამოიცვალონ შესვენების პერიოდში. ჩატარდეს სპორტის გაკვეთილი, შემდეგ ისევ გამოიცვალონ და მე მგონი რომ სპორტის გაკვეთილი ყოველდღე უნდა იყოს ბავშვებს. კი ბატონო, რაღაც მომენტში შეიძლება დაგეთანხმოთ. ატარებთ ეგ საკუთრებას. მაგრამ არა 40 წუთიანი, რომ გადარბენაზე არიან უმეტეს შემთხვევაში, დასრულებით და დატოტვილება ყოველთვის ბოლო გაკვეთილია ხოლმე და სამწუხაროდ ესეთ რეალობა. იმ სისტემაში, რომელსაც ზოგიერთ სკოლაში დარბაზი არ აქვს და საკლასო ოთახებში იხდება ეს. კი, სამწუხაროდ. იმ სისტემაში, რომელსაც მე ვსაუბრობდი სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე, ხო? იმ სპორტის გაკვეთილსაც მთელი დღე ეთმობა რა. აი იქედან წამოსული, ხო, იმ სპორტის მასწავლებელსაც შეუძლია დააკვირდეს იმ ბავშვებს, რომლებიც მის განკარგულებაში არიან დღის განმავლობაში, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ სპორტის მიმართულებაში. კიდევ ერთხელ განმეორდები, მაგალითი მომყავს ფეხბურთთან დაკავშირებით. თუ ბავშვი სკოლიდან არ გაიზარდა, ის ვერ გახდება უკვე ასაკში პროფესიონალი ამა თუ იმ საქმის. შესაბამისად, ხო, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ კონკრეტულ საგნებს და რაც უფრო გავამარტივებთ და კი არ გავართულებთ, როგორც ეხლა არის საგანმანათლებლო სისტემა, რაც უფრო გავაიოლებთ და გავამარტივებთ საგანმანათლებლო სისტემას და უფრო მისაწვდომს გავხდით ბავშვებისთვის. უკეთესი მომავალი, უფრო განათლებული და უფრო ჭკვიანი მომავალი გვეყოლება რა და მოდი დავაზუსტებთ თქვენ რას გულისხმობთ მაგაში. ანუ გამარტივება იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვა ცოტას ვასწავლით, არამედ გამარტივება ნიშნავს იმას, რომ ბავშვებისთვის გასაგებიენით იქნება დაწერილი სახელმძღვანელოები. კონკრეტდებით, კონკრეტული მიმართულებასთან დაკავშირებით. მაგალითად მათემატიკა, ურთულესი საგანია. არ არის ეს რაღაც ხელწამოსაკრავი საგანი, ძალიან რთული. ბავშვების თუ არ ვწდები 72-75% ძალიან უჭირთ მათემატიკის ათვისება. წარმოიდგინეთ, ეხლა როცა 6 გაკვეთილი დაეთმობა მათემატიკას, როგორ შეძლებს პედაგოგი მისი ცოდნის გაზიარებას ბავშვების მიმართ და რა დონეზე შეძლებენ ბავშვები მონაწილეობის მიღებას გაკვეთილის განმავლობაში, ანუ მთელი დღის განმავლობაში ამ გაკვეთილში უშუალოდ რა. თითოეულ მათგანს ექნება იმის საშუალება, რომ შეეხოს კონკრეტულ მაგალითს განიხილოს კონკრეტული მაგალითი, ამოხსნას და რაღაც დონეზე შეითვისონ და აითვისონ ის კონკრეტული მაგალითი, რაზეც იქნება თქვა გაკვეთილზე საუბარი. ასევე მინდა შევეხო უმნიშვნელოვანეს საგანს, ჩემის აზრით, ისტორიას. სამწუხაროდ, საშინელი წიგნები. წიგნებს რო თავი დავანებოთ, ჩემს თაობაშიც კი 40 წლის გახლა ვართ, ძალიან მწირია საქართველოს ისტორიის ცოდნა. და აი უამრავი ფაქტი ყოფილა სტუდენტებთან მიმართებაში თბილისში გექნებათ ნანახი რომ ჩამოუვლია ჟურნალისტებს და კითხულობდნენ მაგალითად
რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი და ზოგი ფიქრობდა და ზოგი საერთოდ რაღაც სისულელებს სტუდენტებზე იცით მაგ თარიღებზე უფრო უარესი არის მაგ თარიღებს ჯანდაბას რაღაცა დონეზე შოთა რუსთაველი ხო არა ხო მაგრამ ეგ შეიძლება რაღაცა კამერის კომპლექსიც იყოს უცებ და რაღაც ადამიანი დაიბნას მაგრამ იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა შეფასებითი ნაწილი შეფასებითი ნაწილი და შერჩევით ამოღებული. აი ახლა როცა ისტორიიდან ამოიღეს, ისტორიის πρოგრამიდან ის პერიოდი, პროგრამიდან კი არ ამოიღეს მისაღები ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღეს. აი ეს პერიოდი მე-18 საუკუნე, კი არა და მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი, ხო? მე ის არ გამივლია სკოლაში. მე სტუდენტობის დროს რაღაცა დისიდენტურად მოვიპოვე ინფორმაცია და ფაქტობრივად ეხლა რომ გადავხედე, აღმოჩნდა რომ რაც საბჭოთა სკოლაში იყო, ის თემებია დატოვებული. ანუ ეს ქართველების ბრძოლა, რუსეთის წინააღმდეგ, ეს ეროვნულ გამათავისუფლებას, ეს გურიის რესპუბლიკა ხო საერთოდ ხსენებული არ იყო. ეგ რო გავიგებ, რა ძალიან ის იყო ჩემთვის საინტერესო იყო ინფორმაციულადაც და მაშოკირებელიც ცოტა რომ როგორ მოახერხეს რომ რაღაცა 6-8 თვე იარსება ხო და ეგ ნაწილი უფრო მნიშვნელოვანი არის შეფასებითი ნაწილი ჩემი აზრით და როდესაც ისტორიის მასწავლებლები საუბრობენ რაღაცა ნოსტალგიით იგივე საბჭოთა კავშირზე რაღაცა აი ეს ორმაგი ცნობიერება ეს კიდე რა უბედურება ერთი მხრივ ეხა ხო ვერ უარყოფენ რომ რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია ხო და ამ დროს იმავდროულად როგორ შეიძლება რომ რუსეთის რაღაცა პოზიტიური მხარეები დაინახონ ხო ანუ ეს ამბივალენტური დამოკიდებულება ღირებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხედეთ ქალბატონო ლალი როგორი რაღაცა ისტორია ისეთი რამა რომელიც ადამიანს თუ წარსული არ გააჩნია, მას მომავალიც ვერ ექნება რა. შესაბამისად ჩვენ ქართველები და ჩვენი ქვეყანა საქართველოს ისეთი ისტორია აქვს, რომ ქართველმა ეს რო არ იცოდეს თუ საბაზისო მაინც რა არა მაქვს საუბარი ხა იქ თარიღებით და რაღაცა ვინ ხმალი გააშიშვლა ბრძოლის დროს და ვინ რაღაცა მოწოდება არა მაქვს მაგაზე საუბარი. საუბარი არის ელემენტარულზე საქართველოს ისტორიაზე ეს როგორ არ შეიძლება იცოდეს ჩვენ მათემატიკა შეიძლება არ იცოდე მაგრამ საკუთარი ქვეყნის ისტორია აუცილებლად უნდა იცოდე რა. როგორ უნდა იცოდეს სწორად და არა ისე რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ. არა ბავშვმა უნდა შეისწავლოს ბავშვობიდანვე უნდა შეისხორცოს ის ისტორია რაც გაგვაჩნია. თუ ბავშვს საკუთარი ქვეყნის ისტორია არ უყვარს, ის საკუთარ ქვეყანას ვერ შეისწავლის. ჩვენ იმისგან შემდეგ როცა ის გაიზრდება, ნურც პატრიოტიზმს მოვითხოვთ. იმიტომ რომ იმან არ იცის ისტორია. ისტორიის არ ცოდნა სამწუხაროდ შემდეგ უკვე მომავალ ცხოვრებაში, ხო, უამრავ რაღაცაზე ახდენს გავლენას. თუ გინდ რელიგიაც ავიღოთ, რელიგიის მიმართულება. რელიგიაზეც ახდენს გავლენას და რაღაცეების გადაწყვეტაში ისტორია არის საგანი ლიტერატურასთან ერთად, ქართულ ლიტერატურასთან ერთად, რომელიც ადამიანის პიროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ახდენს. რა თქმა უნდა. და ძალიან ცუდია ის, რომ შესაბამისი ყურადღება არ ექცევა სამწუხაროდ რა. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევისთვის რა. თუ ბავშვი ახლა როცა სწავლობს და რაღაც ქონდა ესეთი პერიოდები მოსულა და უკითხია ყველაზე მეტად რაც გამიხარდა რომ შემეკითხა ერეკლეს პერიოდს გადიოდა და შემეკითხა ისო ერეკლეო ქართლ-კახეთის მეფეო რატო იყო ხო ესეთი შეკითხვა მე-5 თუ მე-6 კლასში იყო და დავფიქრდი ხა ვიფიქრე რა უნდა უთხრა ხა არა საქართველოს არამედ ქართლ-კახეთის ხა ქუჩაში რო გავიაროთ რომ ვიკითხოთ ქართლ-კახეთის მეფე იყო თუ არ იყო თუ საქართველოს მეფე იყო უმეტესობამ არ იცის სამწუხაროდ და ვიფიქრე და ვეკითხეობდები ესეთ მეუღლე მყავს იმერელი და ბაბუაშენი მეფობდა მეუთხარი დასავლეთში მეუთხარი ბაბუაშენი მეფობდა და მის შვილიშვილს მეუთხარი აღმოსავლეთი ჰქონდა და ეგ როგორ კაცო მეუთხარი მამა იმერეთის მეფე იყო სოლომონი ესეთი მეთქი ერთი აღმოსავლეთში მეფობდა მეორე დასავლეთში რაღაც ჩაილაპარაკა მისთვის ჩაიქნია ხელი წავიდა გააგრძელა სწავლა შემდეგ მსგავს შეკითხვები ერეკლესთან დაკავშირებით და პერიოდთან დაკავშირებით აღარ გაჩენია მაგრამ სამწუხაროდ მასში დავინახე ის რომ
მანამ პერიოდში დაინახა რაღაც გახლეჩა რა. რაც სამწუხაროდ ჩვენს ისტორიას ახლავს. ახლაც მასიარავა. ეს გახლეჩა კახელების აღმახნული ქართველებმა და აღმაფარცხეს. არანაირი პრეტენზია და არც რასისულერე რა პრეტენზია უნდა მქონდეს ერეკლე მეორესთან მიმართებაში. კაცი 75 წელიწადში გარდაიცვალა და ხმალთან ერთად ეძინა. რასისულელია, მე დარწმუნებული ვარ, პატრიოტი იყო ჩვენი ქვეყნის. მაგრამ სამწუხაროდ შეცდომები ყველაზე იყო პერიოდი ისეთი, რომ ქვეყანა იყო ორ ნაწილად გახლეჩილი რა. დასავლეთ და აღმოსავლეთად და ჩვენს ისტორიაში სამწუხაროდ უამრავჯერ ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ ორი მეფე ყოლია და ორად ტანსაცმელები ვით იცვლიდნენ სარწმუნოებას ახლა. ესეც არა გვაქვს კარგად გააზრებული, რომ როგორ ხდებოდა, რომ ძალიან სამწუხარო პერიოდები გვაქვს და ისევ აი ისტორიასაც რო გადავხედოთ, ყველა ჩვენი ისტორიის ფურცელს რო გადავშლით, კარგი ამბების და სიხარულის შემდეგ მოდის ღალატი და სულ ყოველთვის ციხეში გინდა გვენგრეოდა რა სამწუხაროდ რა და ეს ნეტა ჩვენი ფენომენია თუ ყველას ახასიათებს. ჩვენ არა, ჩვენ კაი ფენომენებიც გვახასიათებს ქართველებს საბედნიეროდ. იცით რა არის, მაგ ყველაფერს განსაზღვრავდა ის სამეზობლო, რომელშიც ვიყავით. ჩვენ ვიყავით ბუფერული ზონა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით. ხო და ეს იწვევდა ამას, რომ ძალიან ბევრმა რამემ გადაიარა საქართველოს თავზე. და აი ახლა რო დაფიქრდეთ, ხო აი ახლა აი ამ წუთას რა, აი ყველაზე მეტად რა არის, რაც როგორც მამას გაწოხებთ, აი შვილთან დაკავშირებით, შვილის მომავალთან დაკავშირებით და იმ ქვეყანასთან დაკავშირებით. იცით რა, უკვე თქვენს ასაკში როცა ესე მოძდელი შვილი გყავს, უკვე იწყებ ამ ფიქრს, ხო, ნუ რა უნდა დაუტოვო ჩემ შვილს, ხო, როგორი ქვეყანა უნდა დაუტოვო. დიდი ხანია მაგაზე ვფიქრობ და ძალიან ცუდია, რომ ჩემმა თაობამ ვერ შეძლო სამწუხაროდ უკეთესი ქვეყნის შექმნა ჩვენი მომავლისთვის და სამწუხაროდ იმ ცუდ ქვეყანას უტოვებთ, რომელიც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უტოვებთ, თორე ქვეყანა არაჩვეულებრივი გვაქვს. ჩვენ მომავალ თაობას ძალიან ბევრი რაღაცა შეეშალა ჩემ თაობას და არა მარტო ჩემ თაობას. იცით რა, ჩვენ მე მგონი რა პატარა არ იყო დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ეს ხო ცოტა არ იყო. კი, მაგრამ მე ვეღარ ავაშენებ ამ წუთს ისეთი ცუდი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რომ აი ბეწუზე კიდია ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩემის აზრით რა. და ზოგადად მსოფლიოს გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე კიდევაც, რომ ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვართ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისე მგონია, რომ ბეწუზე კიდია რა. სამწუხარო იქნება რა იცით? მე კონკრეტულად ენრიკო გოგავას ბედნიერება მხვდა წილად იმისა, რომ ბოლო 300 წლის განმავლობაში, 250-300 წლის განმავლობაში ქართულ ჯარში მემსახურა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო და ქართული დროშა მქონოდა მხარზე. ეს ჩემთვის იყო უდიდესი პატივი, რომ მე ხვდა წილად, მამაჩემმა მითხრა, რომ აი მამაო, ისეთი რაღაც ხვდა წილათო, რომ ბევრი ჩვენი თაობის კაციო ინატრებდაო, რომ ქართული დროშა ქონოდაო მკერდზეო რა და ამით ამაყი ვიყავი. და მეშინია იმის, რომ ჩემ შვილს დამონებული საბჭოთა ვარსკვლავი ეკეთებს. ხო და დამონებული ქვეყანა არ დარჩეს რა და დამოუკიდებლობა დაკარგული და კიდევ იგივე რუტინაში არ დარჩეს, რომ ჩვენ შვილებს ისევ მოუწიოს კлау დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა რა. სამწუხაროდ რა, მე ვთვლი, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობა არის იმისი, რომ რავი, ყველაფერი შეიძლება იფიქრო რა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ისეთი მეზობელი გვყავს რუსეთის სახით. რავი, ადგა და 3 თუ 4 წლის წინ შეიყვანა ჯარი უკრაინაში სუვერენულ ქვეყანას დაესხა თავს. ამით ჩვეულებრივად რომ არანაირი პოლიტიკური საბაბი რომ არ არსებობდა, ისი ადგა და შეიყვანა ჯარი. ხო, ესე იგი როგორც თუნდაც 2008 წელს რაც მოხდა, ხო, ჯერ უყურა ქვეყანას და რომ დაინახა, რომ თუნდაც უკრაინა, თუნდაც საქართველო, ხო, რეფორმების გზით წავიდა, იქ რაღაც კორუფციასთან ბრძოლა დაიწყეს, ის ცოტა ქვეყანა რაღაცა დონეზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ქვეყანას დაემსგავსა და აი უკვე იქ გამოჩნდება
თვითონ არაფრის მაქნისი და ვერ განვითარებული უნდა რომ მისი სამეზობლოც ამ ვერ განვითარების ჭაობში. იდეოლოგია ხო ისაა რომ შენ მასზე უნდა იყო ჩამოკიდებული. კი, ეროვნული გამოცდები ვერ ჩაატარა ერმა, ყველა მიწოდა ტესტები გამოჟონა. მაგათი იდეოლოგია არის ის, რომ ანუ ჩვენ რუსები თუ არ ვიქნებით კავკასიაში, თურქები შეგჭამენ. და სამწუხაროდ ვამბობ, თურქებმა მაგათ აჯობეს მილიონჯერ რა. ყველანაირ თვალსაზრისით. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საზღვარი ზუსტად ვიცით თურქეთია. დემარკირებული ვისთანაც გვაქვს საზღვარი, არის თურქეთი. და ჩამოვაგდ გვაღიარა ჩვენ საზღვარი. გვაღიარა, რომ აი კი ბატონო, ეგ თქვენია, ეს ჩვენია. გინდა ოკუპანტი დაუძახოთ თურქებს. ანუ ახლა ოკუპანტია საკუთარი არ რაღაცა. ეხლა მაშინ საბერძნეთმა რა უნდა. არა, ხალბატონ ლალი, შეხედეთ როგორი რაღაცა. თურქეთით ისტორიულად რო გადავხედოთ, ყოველთვის გეუბნებოდა, რომ მე შენი მტერი ვარ და გერჩი. იგივეს მიწამინდა. ხო, სპარსეთი ავიღოთ, სპარსელები, ისინიც მოდიოდნენ, გეუბნებოდნენ კაცო. ჩვენი მტრები ვართ, გებრძვით. ეს გეუბნება, მე შენი მეგობარი ვარ. მე მოგეფერები, ერთ მორწმუნე, იცი რა მაინტერესებს, აი მაგას ვინც ამბობს რა. 2000 წლში ერთ მორწმუნე რაკეტები მოფრინავდა ჩვენ ქვეყანაში. უკრაინაში ერთ მორწმუნე ქრისტიანული რაკეტები მოფრინავს, მართლმადიდებლური რაკეტები. ტაძრები დაუნგრიეს და ჩვენი ტაძრები გადაღებეს ეს მართლმადიდებლობაა, ან ქრისტიანობა რაიმე ქრისტიანულში ჯდება? კი მესმის რომ პოლიტიკა, მაგრამ რა შირმაა ეს, რომ აი თუ მე არ ვიქნები შენ რაღაც სისულელი. ძალიან დიდი მადლობა მგონია რომ საინტერესო რაღაცა ისეთი საუბარი გამოგვივიდა რა რომ დაჭდებიან მართლა ყავასთან სამზარეულოში და ისაუბრებს ადამიანები საკუთარი გოლის მადლობთ ფათაშორის არაჩვეულებრივი ყავა. ხო და გავიწყდათ კამერები ყველას ავიწყდება აქა და ბოლო პასაჟი ჩვენი პოდკასტის არის რაღაცას ვლაპარაკობთ ყავის შესახებ აუცილებლად და ისე გამიხარდა რომ აი ბათუმური ყავა მოითხოვე და რაღაცა ეს თან შეაფასე და თან არ შეგეშალა რომ კარგი ყავა იყო. ფათაშორის ყავასთან დაკავშირებით მინდა ერთი მომენტი გავიხსენო ჩემი წარსულიდან. მოროკოში ვიყავი, ქალაქი კასაბლანკა, ესეთი არაჩვეულებრივი ქალაქია და იქ მოგვართვენ ყავა დაახლოებით აი ესეთ ფინჯანში რა. ყავა იყო საკმაოდ ბლანტი, არც ტკბილი იყო, არც მწარე, შაქარი არ ქონდა ნაკნარი რა. და იქ ამიხსნეს, რომ ეხლა ხანს დაფქვეული ყავის მარცვალიაო და ნამდვილი ყავა არისო ესო რა. აი ბათუმური დაუყო. ხო, აი ნამდვილი ყავა და აი ესეთი ბლანტი და სქელი მასა იყო. თან აი როგორ გითხრათ, ეხლა შოკოლადის და კაკაოს რაღაც მიქსის გემოც ქონდა რა და ეს პატარა ფინჯანი ყავა აი გამყვა რა ვიცი თელ დღის განმავლობაში ისეთი გემრიელი იყო, ეგ გემო არ დამავიწყდება მე მგონი ცხოვრებაში არასდროს რა. მართლა მაგარი ყავა იყო. აზიაშიც საკმაოდ კარგი ჯიშის ყავები მაქვს გასინჯული, გემრიელი. იტალიელებსაც არაჩვეულებრივი ყავა აქვთ, რა თქმა უნდა. იტალიელებს უკვე ეს ახსნადი და დავარწნილი ყავები და ჩვენი ეს გვიყვარს. კი. მიყვარს იმათი ყავაც, კაცო, რა სისულელია, იმათაც კარგი ყავა აქვთ, არ გადაუსვა მხას. რავი, აბა ყავა კაი რაღაცაა, მატონიზირებელი სასმელია და ბათუმელების ესეთი საფირმო ნიშანი, კი რა. ყავას დალევ ხო არავინ არ ამბობს ჩვენ. კოფეს დალევ. მაგაზე გვეხუბრებიან ხოლმე. რამე ისეთი ხო არ არის, რომ აი გინდოდა თქმა და ან არ შეგეკითხე, ან რაღაცა დაგრჩა სათქმელი, ეგეთი რამე ხო არ არის. რა ვიცი, ისევ და ისევ სკოლის ირგვლივ ვიტრიალებდი და სკოლაზე ვიტყოდი, რომ ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ყოფილიყოს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისევე სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და გამართული საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში რა, თორე კიდევ ერთხელ განმეორდები რა, თუ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფალი არ ჩადებს სახსრებს განათლების სისტემაში, ხო? სავალალო შედეგს მივიღებთ სამომავლოდ რა, იმიტომ რომ განათლება არის ფუძემდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების. ხო, მაგრამ ეგ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და საზოგადოებამ და სამწუხაროდ საზოგადოებას უკვე აღარ უსმენენ, ხო? ანუ უკვე ზემოდან იწყებენ რეფორმებს. რეფორმებსაც ისე ატარებენ, რომ აი აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ. სხვაგან გადავდივართ რა, უკვე პოლიტიკაში გადავდივართ, მე უფრო ვისურვებდი, რომ აი განათლება ყველაზე დიდი პოლიტიკა რა. აი მოდით ოდნავ გადავხვევ თემიდან და
თუ არის დრო და საშუალება რომ რამოდენიმე წუთით ჩავაქსოვო, აი მაგალითად ეხლანდელ ამბებთან დაკავშირებით, არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით მინდა შედარება გავაკეთო რა. ინვესტიცია კაი რაღაცაა, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის, მაგრამ მოდი ესეთი რაღაცა რა. მოდით არაბებს მოვთხოვოთ რაღაც კორპუსების აშენება კი არა. რაღაცა ქარხნები და ფაბრიკები აგვიშენონ რა. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გონიოს პოლიგონის ტერიტორია ძალიან მაგარია. ქარხნების და ფაბრიკების ასაშენებლად. ქარხანას ფაბრიკას ჭირდება წყალი. და ჭირდება მისადგომი ტერიტორია, რომელსაც აქვს ხვიდანაც მისადგომი, ხმელეთიდანაც მისადგომი. ამაზე უკეთეს ადგილს, მე მგონი საქართველოს მასშტაბით ვერსად ვერ ვნახავთ, რომ რაღაცა დიდი ტიპის და არა მარტო ერთი, არამედ რამოდენიმე ქარხნის აშენება შეიძლება იმხელა ტერიტორია მოგიხსენებათ გონიოში. რატო არ ვაკეთებთ ამას? ეს ინვესტიცია, რომელიც თქვა წარმოების სახით იქნება ჩადებული ჩვენს ქვეყანაში, ხო? ერთჯერად ინვესტიციას კი არ შემოიტანს, თქვა 6 მილიარდის, ეს წლების განმავლობაში, ხო? უამრავ 6 მილიარდს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში. პლუს ამას დაემატება განათლების სისტემა. იქ რაღაც წარმოება რო გაიხსნება, იმას თუ არაუღზრდით განათლებულ ხალხს, რომლებიც იქ დასაქმდება, ხო, ის წარმოება გაჩერდება. შესაბამისად, რაღაცა სფეროები განვითარდება. მოდი დავაბრუნოთ გემჩენებელი. გავაკეთოთ გემჩენებელი, რატო არ შეიძლება რომ საქართველოს კონდეს გემჩენებელი ქარხანა? გვაწყენს? ინჟინრები გვეყოლება, კონსტრუქტორები გვეყოლება. ხო, გვეღიმება ამაზე დაშვებას. სასაცილო კი არა, სატირალია რა, ესეთი მდგომარეობა. კიდე ერთი რაღაც მინდა თქვა რა და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას მინდა უთხრა, განსაკუთრებით ქალაქის მერიას და საკრებულოს. დაახლოებით მე როგორც ვიცი, გონიოს ტერიტორიაზე საუბარია 80-დან 100,000 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი ქალაქი, ხო? ისინი თქვენ ხო არ გონიათ მთელ დღე გონიოში იქნებიან. აქ წამოვლენ. ბათუმს წამოვლენ. იქ დამხმარე ქალაქივით იქნება ის გონიო რა. წარმოგიდგენიათ ეხლა დღევანდელ ბათუმში როგორი სიტუაციაა ქუჩაში? რა მდგომარეობა, საგზაო ინფრასტრუქტურა და პლუს ამას კიდე რომ დაემატება, სულ მცირე 30,000 ადამიანი რომ დაემატოს ყოველ დღე, რა მდგომარეობა იქნება ქალაქში. და ეს არ არის შორეული წარსული, ამას 4-5 წელიწადზეა საუბარი და 6. და გვექნება კოლაფსი კაი სიტყვაა რა. ისეთი ცუდი მდგომარეობა ქალაქში მალე ომობანა დაიწყება მანქანის გაჩერების გამო რა და ძალიან სამწუხაროა რა და სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ გამოსავალს რომ და ვერ ვხედავ იმას რომ ჩვენ დღევანდელი ქალაქის მმართველობა ფიქრობდეს იმაზე თუ როგორ შეიძლება განიტვირთოს ქალაქში ეს მდგომარეობა რაც ახლა არის. სამწუხაროდ თუ სადმე ადგილი გამოჩნდება კორპუსი ნესტიანი ქალაქია, ნესტიანი რეგიონია, ამდენი კორპუსი არ ვიცი. არა, მერია საერთოდ არ ფიქრობს იმაზე რომ მუნიციპალური გარაჟები აშენდეს. საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. სულ არ აინტერესებს როგორ შეიძლება ესეთ მზარდ ქალაქზე როგორც ბათუმია მუნიციპალიტეტი არ საქმე არის რომ კორპუსებს უკვე მოთხოვნა აქვს რომ გასაგებია მაგრამ ის კორპუსი ის ინვესტორის მშენებელი ხო ააშენებს დაახლოებით 50-60% დააკმაყოფილებს დანარჩენი ისევ მაინც ქუჩაში დარჩება ის ძველი კორპუსები რომლებიც იყო საწავლენ იმათ ხო არ დააშენდებათ თავზე ეს გარაჟები ამიტომ მე ვთვლი რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა იფიქროს აი უკვე უნდა დაიწყოს მარტო ფიქრი კი არა ქმედება რომ ქალაქის ტერიტორიაზე 3-4 ლოკაცია გამონახოს სადაც აშენდება მრავალსართულიანი საპარკინგი ადგილები რა არ არის სავალდებულო ეხა აქ რაღაც ისეთი ინფრასტრუქტურულად ლამაზი და ჩვეულებრივი სტანდარტული შეღებილი ფორმის გასაჩერებელი ადგილები სადაც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი მანქანები როგორც დღის განმავლობაში ასევე დღის ბოლოს გაჩერდება და ესეთი კატასტროფული მდგომარეობა როგორც დღეს გვაქვს ქალაქში არ გვექნება რა კიდევ ერთხელ განმეორდები ამას თუ არ მიეხედა ამ სიტუაციას მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ქალაქში დაგვეწყება ომობანას თამაში რა ერთმანეთში მანქანის გაჩერების გამო კარგია მეხარია რომ ასეთ აქტუალურ თემას შეეხედა ეს ნაწილი რა ვიცი თუ ეკნებ ვინმეს ყურამდე მიაღწიოს ჩვენი პოდკასტის და თვითონ დავიწყოთ ფიქრი ხო მათი შვილები აქ არ სწავლობენ რაღაცნაირად აი ჩვენად გეგონება რომ საკუთრად არ მიგვაჩნია ისევ ექცევით ამ ქალაქს რა ვიცი ეს მიყვარს ეს ქალაქი და ფიქრობ ამ ქალაქზე ყოველდღიურად და მაგარდებს და მაჯავრებს და
თვითონ რატო არ ფიქრობენ და რატო არ დადის მათ გონებამდე ეს რომ მათი შვილებიც ხო მათი შვილებიც ხო აქ ცხოვრობენ და მათი შვილების მომავალზეცაა საუბარი და მათი შვილების განათლებაზეცაა საუბარი თუ რადგანაც ვიღაცა შესაძლებლობა აქვს ეს იმას ნიშნავს რომ იმას შეუძლია ადგეს და წავიდეს რაღაც განათლება საზღვარგარეთ საბოლოოდ ხო ყველა უნდა ყველა იმაზე ფიქრობს რომ იცით ნაკლებად მეგულება ადამიანი ვინც საქართველოში ცხოვრობს აი მუდმივად უნდადეს გამქვეყნიდან წასვლა. ყველასთვის ქვეყნიდან წასვლა რაღაცა დროების შეიძლება დარჩე მუდმივად, მაგრამ იმ განზრახვით, რომ აი მუდმივად უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, აი ეს ნაკლებად მეგულება. და მოდი ამ ნოტაზე შევჩერდეთ, იმიტომ რომ ისეთი ქვეყანა გვაქვს, რომ რა ვიცი, ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, ცხოველს უყვარს ბოლოს და ბოლოს ის ტერიტორია, სადაც ცხოვრობს და ჩვენ ადამიანები ვართ, რაღაცა ცოტა უფრო მეტზე გვაქვს პრეტენზია და ალბათ მოვახერხებთ, როცა ადამიანებში ამისი მოთხოვნილება ჩდება, როცა ადამიანები ამაზე საუბრობენ, მე უკვე ჩდება იმისი დაკმაყოფილების გზებიც და იმედია, რომ ესეც მალე გამოჩნდება და მოვახერხებთ, რომ ქალაქის საზოგადოება თუ არ ამოიღებს ხმას ამა თუ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქალაქში არის, ხო? ის ხელისუფალი ისე გადაწყვიტავს და ისე გააკეთებს, როგორც თვითონ ჩადის საჭირო. ხმის ამოღებას თავისუფალი ადამიანი ჭირდება, თავისუფალ ადამიანს შესაბამისი განათლება ჭირდება და მაინც იგივე პრობლემაზე და იგივე წრეზე მივედით ისევ განათლებას. დავტრიალდით სამწუხაროდ. ჩვენც დავემშვიდობოთ, მოდი მე შენ დაგემშვიდობები, ერთად დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე. დღეს ჩემი სტუმარი იყო ენრიკო გოგავა და იმედი მაქვს და ვიცი ზუსტად რომ ძალიან ბევრ ბათუმას გაუხარდება ენრიკოს ჩემთან სტუმრობა და ეს ოღონდ აუცილებლად გამოხატეთ კომენტარებში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. კარგად ზანდებოდეთ.